ინგამ კაპანაძების მართლამდენი ფული აქვთ? გვანცემ დადო ეხლა ფოტო, აგარა კი უყიდიეთ რაჭაში. მაგათ აქვთ კაცო ფული. ჯერ კიდევ 90-იანებში კაცო ბაბუა მისი ნავთლუღი კაპანაძე აზერბაიჯანში მუშაობდა. გასწორებდა აგარა კი რაჭაში. თეკლე შტერიდოა. ხო ეუბნებოდი გავჩნდეთ მე ჩვენ სასწაულში ეს გვანცა. ხო წაგვიყვანთ ეხლა იმ აგარაკზე. აუ შენ რა შემეწენე ბავშვი ყოფილი ხარ ანასტასია? ამას უყურეთ. ჯერ ეგ ბაჭია ჩუსტები გაიხადე მე მილაპარაკი. რა ჩუსტები გაიხადოს კაცო თბილად აქ ბავშვს ფეხები. 12 ლარი მივეცი ამათში ვიქ უყიდეთ ციგნებთან ქვემოთ ხო მოეწონა ჩაიცვა. დილით ამერიკამ ზიარებო მეჭორავე. ისიც მოუყევი მენეჯერმა რო ახალი მიმტანი ჩაგვისვა ფილიალში და იმდენი ხელფასი აღარ გამომდის მეთქი. შენც მაგარი ხარ, ას მოუყევი ახლა ხო იცი რომ ინტერვიულებს, მიდეკავს. ხო დედა. რა ვიცი აბა შენ როგორ ახარ? ხო მითხრა უკვე მეჭორავე მზიარებოს მოუყევი მენეჯერის ამბავიო. რა თვალებს ამოპოტნე კაცო გაჭერდი ახლა. ნუ ინტერვიულებს შენ დაგირეკავ მე საღამოს. კაი. აილა გააკეთე. ჩემი დამალული შოკოლადები სად არის? ერთ წელს ამასაც მივცებ შემეწენეს. ეხლა შუბში გესვი მაგ შოკოლადს. შენ არაფერი თეკ, ომარიკო მეძახის შემეტენეს. ხო გვანცეს აგარაკის პონჩი. საიდან მივხვდი? ხო ციური რა ხდება? ხომ მშვიდობაა გოგო? მშვიდობაა, ინგამ მშვიდობა, მაგრამ ბრაგუნი ჩამოდის შენგან, ჩემო კარგო. მეთქი რა ვიცი ბავშვები ხო არა ყავს სტუმრად, აი თითქოს დახტუნაობს ვიღაც აშკარად. დედა რა ვიცი გოგო რატო უნდა ჩამოდიოდეს ბრაგუნი? ომარიკო მოდი ერთი წუთი აქ. აი ინგა შენი ბიჭი ბრაგუნობს თურმე, შეხედე კურდღელივით მოხდის. გამარჯობა ციური დეიდა. შეხედე დედა ჩემ რა მაგარი ჩუსტები მიყიდა. მაგარ ჩუსტებს მოგცემ მე შენ. აი მე ციური ბოდიში რა ჩემო კარგო მივხედავდი ამას. გაიხადე ახლა მე ჩუსტები. ბოდიში რა. შენ თუ ეგენით გადაგიყარ ნახ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ვინ გახდა სრულწლოვანი? შენ გახდი შენ, მაგრამ რა დგინდა ჭკუა მაინც არ მოგემატა და. და ვისთან უნდა მოვიდენ დღეს გოგოების სტუმრად? შენთან მოდიან, შენთან. და ჭურჭელს ვინ გარეცხავს? ეგ არის ჩამოშხამა ყველაფერი უკვე. და ჭორჭი ვინ უნდა ჭამოს? ინგა ეს ბავშვი მომაცილე დღეს. აი მოვიდნენ გოგოები. ანასტასია გილოცავთ ბებეჯა. ვა მადარტის ტორტი გაჩვიდეთ. დაიცა ჩავიფიქრო. ეგ არის. ანასტასია ისეთი სუნა მოგიყიდეთ რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. უი, სუნამოს მე წავიღებ. შენ ოთახში ანასტასია. ეს სათილი ვინ მოიფიქრა ვაფშე? არა ეს ტორტი იმენა საუკეთესოა. აბა შაშა რა იყო გამხმარი ტორტი უგემური. დედა ჩემის მაღაზიიდან იყო ეგ. კაი გოგოებო ვერთობით. აუთიკო რომელი სიმღერა ჩართო იცი? He's a smooth apple egg. კაი ხალხო რა დროს სიმღერა გავჭრათ რა მადარტის ტორტი. კაი მოდით სულ ყველა. თიკო სადაბადების დღე უჩართე. კაია. ტორტი სად არის? მე არ შემეჭამია. უყურე ვერ მოვკალი რა. რა კოღოა კაცო ამისთანა? აუ მაკოღო მიკბინა სამგან. მე კაიაო მარიკო ეგ გემრიელი სისხლი გქონია. ხო ნენელა გაცლიან სისხლს და მთავარ კოღოსთან მიაქვთ. თავარი კოღო რომელია? თავარი კოღო სულ ბოლოს კბენს და კვდები. გაჩერდი გოგო ნუ აგიჟებ ერთი ამბავ შენი ჭირიმე რა. შენ გერ გაღვიძებს მე კაცო ყოველღამება ხან ნიანგები ესიზმრება და ხან თვალებ დაჭყიდილი დამრიგებელი. მაშინ ერთი აბა მარიკო სად გიკბინა? ერთი ნაკბენი ხელზე მაქვს, ერთი ფეხზე, ერთი კისერზე და ერთი ტრაკზე. დედა მანდრაღა უნდოდა კაცო. იმდენი ხანი იყო წეგან ტუალეტში თვითონ დაღლილმა უნიტაზმა რო არ უკბინა ეგ მიგვირს. დედა რამწარეთი კბინებიან. რაღაც ახალი ჯიშის კოღოებია მე მგონი შემოსული. ჰიბრიდები. ეგ კოღოები კი რა ტოიოტა პრიუსებია ინგა. აუ მეც მიკბინა მე მგონი. იქ. რაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი.
200 ლარი საიდან გაქვთ მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მეყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თვითონ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგი ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო ვარი, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალპი ფულები აქვს. აი აქ დაბრძანდით ქალბატონო მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. მარიკო ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მიდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? ეს როგორ მისიცხება ამის სიხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლედ მე რუსების იმადა კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა კვილმოქმედი და ისა გააყვა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმე ადგილი თუ. აჰა, ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყვა ქალბატონო? სოციალურ ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხვდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ავამტყოფობა არის უკვე. დაასისხლიანე, დაასახით შესამდენი ხალხი და ციხეში გაუშვეს წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. რა გვეშველება. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველება. ეს ფული შეგროვებაც რომ შემომაჩეჩეს რა. ადი მიდი, ნელა მანდ ჩამომტრეული კიბია იმდე დამამტრია რომ რა ვიცი. მოდი გოგო, მოდი რაღა დარჩა აგერ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო, თქვენ ხარ, რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა, მზევინარი, გოგო, ცოცხლას ვაგროვებთ, რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე. და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო. ჯაფიცი ხლა, მე მან დაწავქცეულ ვარ. აი რა პრობლემაა, დავდებ საფულეს, ხო, აი. ერთი წუთი. აი, მიმაწერით მანდ. ხო. თქვენი ციტაბა. დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის, რა გოგო მე ხო ბარძახში. რკინა მაქვს ჩადგმული და აი სულს მიმწარებს. გოგო, ჩხიკვეშვილებს რო არ დავადებინოთ, აი ნანა არის კაცოცოდავებული კაცის ხელში. რა არ დავადებინოთ, გოგო, მაგის რობოკოპი კმარი და ურეკავენ თუ არა, დილა, შუადღია თუ შუაღამე თავით მოგლეჯილი კარბის. იმდენჯერ შაურბენია ხოლმე ჩაბნელებულ კორპუსში. ისე ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულში ჩამომტრეულ კიბეზე მცირედაში. ხო, გოგოებო, გამარჯობა. ცუდ დროს ხარ მომენტი? არა, მითხარით, გისმენთ. 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის. ხო და რავი, შენ თუ არა შექმარს იქნება კონდეს არის სახლში? არა, დასარბევად არის წასული. რა ნანა ჩემო კარგო ვერ გამიგე. დასალევად არის წასული. საღამოზე შემოგაწვდი რა მარიხი. და ნანა რა დღეშია მე არ ვიცი. მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს. ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე. ხო, წავედი. კი, ფული ჩემთან არის 380 ლარი. აი მე დედა. რა მოხდა, გოგო? დედა ეს კიბე არის სასწრაფოდ მისახედი რა.
თეკლე აქეთ გადმოჯექით რა. ნახეთ რა გავაძრე. მილკას ბორდ გეიმია. აუ ბოლოს რო ვითამაში ბორდ გეიმი უეცარი ბედნიერება მეცვია. მაგ დღეს გავდეთ მე და ბაჭი შეყვარებულები. აუ ძალიან გთხოვ რა შენ მაგის გარეშე პანდამოდი გთხოვ და შეყვარებულები ჩვენ მეკითხოთ თორე. ძიმე თემებს ნუ შევეხებით. იქნება მის მერე მაინც გავიჩინოთ. ვისი ჩვენ თქვენ მანდ? ცოტა ჭკვიანად. აუ თქვენ იხატავეთ და მე საკუთარი თავის დაფასება ვისწავლე. ხო ისე ისწავლე რომ თავის ხრაში სადარბაზოსთან შემთხვევით წაიქცა, როცა ეს ბიჭი კიბებზე ჩამოდიოდა და შემთხვევით გამოილაპარაკა. რა რაპორტ გეიმია ეს? როდა თითოეული ტკბილეულის უკან არის ნახატი, აი აქ, რომელიც უნდა ახსნათ უსიტყვოდ და მე გამოვიცნოთ. ინგა ხო არ ითამაშებ? არა ვკითხულობ მე ამ ცალია. თუ არ დავადგინე მე ეს ქალი ვინაიდან აწარსულია გამორიცხულია ამ წეს ბავშვად. კაი მე დავიწყებ მომიცი. მივხვდი. ვიკრასტიშნა. მოიც ოქროშვილის ფოტო ამოგივიდა. მილკაში რა უნდა ოქროშვილის ფოტოს? მოიცა მივხვდი, ძროხა, მილკას ძროხა. სწორია. ეხა შენახსენით ეგ. მოიცა. გავიგე. ესე იგი. მიდით ახლა. რასაკეთებს? ძილი, საწოლი. ხო, საწოლი. აუ, საწოლზე გამახსენდა. ისეთი ჭარი მაგ შოკოლადები თავისით შეიჭმევა. თურმე? მარიკე ტოტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ? მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედები, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკ. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღრათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარ. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი. იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა-3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, დავახარ. დედა ინგა გოგოს ავითხრ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი დედა ხო ეს დიალეზი როგორი ის არის? მშენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელი. ანასტასია, ჩემო თახში ჩანჩქერი ჩამოდის. რა ჩანჩქერი ჩამოდის? შენ კიდე რამის უკვე ხوار შეჭამე. არა, ჭერიდან ჩამოდის ჩემო თახში წყალი ორგან. მიხატავები, დაიცა ინგას დაურეკა უსვათ, მიდი მანამდე დაბლა დაუდგი რამე. მე რა დაუდგა? აუ ინგა გიხოცები დროზე გამოდი და სახში. ამბალიკოს თახში კიდე წყალი ჩამოუშვა ზედამეზობელმა. აუ კედლის გემოქონდა. საჩამოუშვეს წყალი, გავგიჟდები და ეგ იქნებოდა. ფაინე, სულ მომის პოჭერი და კედელი შეხედე რა. ლია გეხოცები მიდი, ადი დაუკაკუნე, ზემოთ გადაკეტონ კაცო წყალი. ფაინე, სულ დაობ. დი კლასელებს დავპატიჟებ. რა კლასელებს დაპატიჟებ, ომარიკო? საფანაოდ. აი ხო გეუბნეოდი რომ დააზღვიე მეთქი სახლი რო არ დამიჯერე. შეწყდა მე მგონი. რა ვიცი, მე მეგონა რომ აღარ ჩამოუშვებდნენ ახლა მე ჯერ წყალს. სადაც 11 ჩამოუშვეს, მე-12 დრო გაუჭირდებოდა. ხო, სუ დაგვეტბორა სახლი, ხო. ომარიკოს ოთახი იყო როგორც აბანო. არა, არ მქონდა გოგო დაზღვევა და გავაკეთებ ანასტასიამ კითხვა. ვაკეთებ უკვე. ნიტა ხამდეც გვექნა. საქართველოს ბანკის მობილ ბანკიდან აზღვევ პირდაპირ.
ქონების დაზღვევა ქვია და აქედან მიხდი მე თანხასაც. ძალიან გამარტივებულია ყველაფერიც აპლიკაცია განახლდა. ხო, მანდ აკეთებს ზუსტად. რა? პროდუქტების აქტივაციას საჩუქრებია ანასტასია. შეიძლება 10,000 ლარი მოიგო გოგონა და ეგ მომაგებინა და გაგიყოფდი ეგრევე შუაზე. ხო, შენ ზოგადად ვის გავუყოფ ეხა ვერ გავიგე. ხო. კიდე ჩამოდის წყალი, ჩხლიალის ხმა ისმის. დაი მე ხარ ნამდვილად გავგიჟდები რა. დაასვე გოგო შენ კიდე დროულად რა. მოიტანე მედიტაციები მიშვენე. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებაზე შედიხარ, რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, და მძრო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვრიებს იხსენებ შენ კიდე. შუარა მიყვან ნიქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკვა მოგზანდით. აუ. მიდი. და იგარ თქვა გასაუბრებას თავი უნდა გავიგუდო. გამარჯობა დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლა ვარ. ძალიან კარგი. თეკლო ჩვენ ნახეთ თქვენი CV. ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით. რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს ხო სასტუმროა და ხო მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. დება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა ხი მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ქალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხა და არა, შენზე უკეთესი უნდა იყოს, მე გადავიბი. ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? თეკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაკაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მანქანას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთ ხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა იმ დღეს დეკემბერში. თეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ნომერი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ გადაობ? ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ესეთი თუცადოთ. კაი, ხო, ვცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ? მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკ. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღრათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოღნა უნდა ამ კაცს აშკარ. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა-3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ?
დედა სკუნსი ბარათი არა მაქვს ნამდვილად არცახსო სურვილი არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი ჯილდა სალამი დავახარ დედა ინკა გოგოს ავითხრ ვერც გიცანი რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან თან დიალეზი დედა ხო ეს დიალეზი როგორი ის არის შენები როგორ არიან მამა როგორ არის რა ვიცი მამა ჩემი დიალეზია რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა დიალეზი ხო დიალეზი არის აუცილებელი ხო აუცილებელია გულითი ცხოვრი და იპოეგზა წვების თაზე შენა და ჭირდება ო სიმღერა როგორ დავივიწყო ანასტასია გინდა კარატესიდად ჩაგიტარო გამიცელიცა მიხილები კიდე შეგჩენია იო აი ამ წამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანი გაიგე აი მე გაჩვენეთ კაცო რა მე ხადა თავი ნუჩხუბობთ მოჭება შენი ნაწილი და რა სიმღერაა ეს ამეგვია და კაცო დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე დი კარატეზე მიმიყვან ილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიგე გაჩერდიო ოღონდაც რა აი მე შოთაშორის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში ხო იაძიმა ხერხეულიძე ხო ცოლი ყავდა შოთაშორის რაღაცა ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მე ბოლოს ეგ შოთაშორის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე კორპუსებთან სახშირად სამიდიოდა ამაკიდე ისეთი ლეთი ჩაუტარა რომ დილდის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო ხო არა თავდაცვა აუცილებელია კაცო გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე იო მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოებით ჩაგიტარებ გაიგე იო აი ეს უკვე ბოლო წუთი იყო მე დამჭერ შენ დახშეს თუ ხელ გიშველის აუ გამი იო ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება არაფერი ჭკვიანად ტეკლესახის კრემი კაია ცუდი სუნი ხუა დაკ მაჩენე აუ არა მან კანი გამიღიზიან ადრესაში ვაიდ კაი მაშინ ეს არ მინდა გაღზიანება ისედაც არ მაკლია ტეკლეს ნათლია შენი არ არის აბა გვერდზე გაიხედე სად იყურები საჭმელი რო გადამწდება ხომ და ჩემ მაღლა მაყურებინებ და აი ხედე ნათლია შენიაო და ეგრე ვარ მინჩეული ნათლი მოვალოცში უკაცრავად ამურიდა რომელს მირჩევთ ეს მწვანე მქონდა ძალიან მომწონდა მაგრამ ეს ლურჯი აქვს ჩემ მეგობარს და ძალიან კმაყოფილია ამითაც ფასები ძორიოს ერთნაირი აქვს და რავი რომელი უფრო კარგია თქვენი აზრით იცით მე არ მუშაობ აქ უკაცრავად აუ ნათლია ჩემი არის ტოპ ქალი 50 ლარი მაჭუკა ნათლია ჩემი ნათლების მერე გაქრა ის ცოცხალია თუ არა აუ ხო ეგ ძალიან ტეხავს ეგ სამი რაღაცა არჩიე გოგო ეგენ ისე კაი ძვირიანები კია არა უშავს მერე ბარათით ვიხდი 4 თვეზე გავანაწილებ უპროცენტოდ 0% ისე როგორც ნათლია ჩემის გავლენა ჩემ ცხოვრებაზე უკაცრავად გოგოებო ბოლო თქვენ ხართ ფარმაცევთან რიგში არა მიგზავნით ქალბატონო აუ უცნაურია შეიძლება ეს ქალი იყოს ჩემი ნათლია და არ ვიცი აუ მაგას მე გაგირკვე მე მომანდე უკაცრავად ამას ეჭქვით ხომ არ ყიდულობთ მაგალითად თქვენი ნათლულისთვის არა შვილო სახსრებისთვის არის გასაგებია და იმ გოგონას ნათლია ხომ აგზანდებით თქვენ შემთხვევით აუ ძალიან გამისწორდა სირბილს შევიწყებთ სულ მინდოდა ვარჯიში დილაობით სად იყურები რა იყო ვინმე დგას კი აუ ეხლა ძალიან გთხოვე რომ არ მეჭხუბო მართლაც ავარჯიშოთ კი არ ჩამომიყვანი ხარ იქ მეზობები ჭირო დგას ხედავ ჩემი ქრაში და რამდენჯერმე ჩაურბინოთ რა გთხავ ეხლა შენ ჩაგირიბეს მთელი ცხოვრება თვალწინ მაგის გამო გამაყუწე დილის 7 საათზე აუ ძალიან გთხოვ რა და ჩემი ვალდირება კაცილარი შეგიძლია რომ აღარ მომცე კაი ხო მაგრამ იცოდი რომ მაგას 20 ლარის გამო არ ვაკეთებ კაი წავიდით აუ დაიცა კინჩო მაგ ჩავარდილი ბოტაში ეს პოტასი ჩამოგივიდა უკვე არა ფუფსერიას მიწერე გუშინზე და გუშინ უკვე მომიტანა კურიერმა სახში ანუ არ გავარდინე არა მაგოგოს ყველაფერი ადგილზე აქვს ნახე რა მაგარი ნიუ ბალანსებია პრემიუმ ხარისხის რეპლიკა
აუ და ფილიალი სად აქვთ? არა, ონლაინ მაღაზია, მაგრამ ძალიან სანდო გოგოა. აუ ჩაიცვი რა დროზე დაგავაუკვენ ბიჭმა ყველაფერი. ეგ არის წავიდით, მაგრამ გეგმა გვაქვს. აუ რა გონია რომ გეგმის გარეშე გამოვიდოდი? ესე იგი შევნაწახვიდე ჩემზე წინ, გამასწრო. იმ ბიჭს რომ უახლოვდები, უკან გამომძახებ, გაიგე? ჩემზე რამეს თუ კითხავ, ძალიან კაი რაღაცები უპასუხე. მე რომ მოგიახლოვდები, თვითონ შემთხვევით წავიქცევი ბარდიულზე და ეგ ბიჭი ამაყენებს, შენ არ მომეკარო. გავიკი, წავიდი. მიდი. თეკლა აქეთ ვარ. ჩემი დაქალია. ზოგადად ჩემზე კარგად დარბის, მაგრამ ეხლა კინჭი ჩავვარდა ბოტაში და მაგიტომ ვეღარ დამეწია. თორე ისე ჩემზე კარგად დარბის. აუ წაიქცა. თეკლა ადექი. თეკლა. თავია დარტყმული. გათიშულია მოდი მომეხმარე.